სჯის თუ არა საპატრიარქო პროევროპული აქციების მხარდამჭერ სასულიერო პირებს, რომლებიც ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებას ღიად აკრიტიკებენ. დღეს სამების საპატრიარქო ლავრის მღვდელმსახურს არქიმანდრიტ ილია თოლორაიას ეპისკოპოსის სიტყვიერი შეურაცხყოფისა და ეკლესიის იერარქებისადმი ცილისმწამებლური განცხადებების მოტივით მღვდელმოქმედების უფლება ჩამოართვეს. ამას წინ უძღოდა შეხვედრა საპატრიარქოში, რომელზეც არქიმანდრიტი ილია თოლორაია იყო დაბარებული. სასულიერო პირი ამტკიცებს, რომ მას საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ანდრია ჯაღმაიძემ ხარი ჰკრა. მისივე თქმით, ინციდენტი მაშინ მოხდა, როცა ის საპატრიარქო ტახტის მოსაყდრესთან, მეუფე შიოსთან საუბარს ასრულებდა. პატრიარქთან შეხვედრას ვითხოვ მეთქი მე. თლიანობაში შინაარსში ეს საუბარი იყო და ეს დროს როცა საუბრობ, შემოდის, ერთი მღვდელიც იდგა, გარეთ რო გამოვიდა არ მახსოვს სახელი, მამაო შემოვიდა და ამ დროს შემოდის მამა ანდრია უკნიდან კარებიდან, ესე ვზივართ და ესეთი ტონით მეუბნება, რომ გადი გარეთ და რაღაცა და შენ და მე უთხარი რა ხდება, რა არის მეთქი და მე უთხარი მე უკვე გასაგებია თქვენ. ანუ ფაქტიურად მე გამომაგდეს. მე ბოლომდე არ მასაუბრეს, ჩემი სიტყვები არ მოისმინეს, მე გამომაგდეს და გამოსვლის დროს, აი მოდი, აი უკაცრავად, აი მე რო ვიყო მამა შიო, აი მე ვარ მამა ილია და ესე მომყვება ანდრია ჯაღმაიძე და მეუბნება ესე და მიჯიკავებს. აი ესე მაწვება ხელით. მე უთხარი ხელს რატომ ირტყა მეთქი? რატომ მიჯიკავებ ხელით მეთქი? და უცებ შეცვა მე ხელით არ გიჯიკავებ. მე უთხარი რას ქვია, არ მითან ისეთი ტონით მე საუბრება, ავიც ალბათ უშიშროებაში ისწავლა ეს ტონი, ისეთი ტონით მე საუბრება რაღაცა და მე ხელი არ მიმიბრუნებია არაფერი, ვიდექი და ვითხოვდი და მოთხოვე ხელს რატომ კრავ მეთქი. და მე ხელი არ მიყვრია, თქვენ გითხარით რომ ესე გადით იქ მე მეორე მღვდელიც მიუბრუნდი, ხო ხედავთ მეთქი მეუფეებს რომ ხელი მკრა მეთქი. ესე მომიჯიკავა ეს ვერ ნახეთ მეთქი? ნუ ისინი თავისთავად არაო დაბრმავდნენ, ესენი ხო ბრმები არიან. ოცნების ხელისუფლების მიმართ კრიტიკისა და საპატრიარქოში სავარაუდო რუსული გავლენების შესახებ არქიმანდრიტ ილია თოლორაიას განცხადებების გარდა მაღალი იერარქების ნაწილის გაღიზიანება სავარაუდოდ სასულიერო პირის იმ კომენტარს მოყვა, რომელშიც მან მეუფეშიო ეგზარქოსად მოიხსენია. არქიმანდრიტმა ილია თოლორაიამ საპატრიარქოში შეხვედრის დასრულების შემდეგ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრეს დღეს რუსეთისგან მოგზავნილი უწოდა. მე ერთ რამეს გეტყვი ისევ და ისევ. მე გამტკიცდი იმას ზრზე, რომ რუსეთისგან ხარ მოგზავნილი. ეს არის ჩემი პასუხი მეუფე შიო. და თუ არ მოინანიებ თო რა იქნება? არ მოვინანიებ არასდროს. არ ვიცი რა იქნება. ჩვენ პატრიარქს ვეთქვითო და მე პატრიარქთან ვითხოვ შეხვედრას. ქრისტეს მონანიება არ შეიძლება, ჭეშმარიტების მონანიება არ შეიძლება. ასე რომ იყო ეს მოვლენები. აი ამას ვამბობ ერთი წუთი. იესო ქრისტე გვიყურებს, მეუფე შიო თეოდორე, მამა ანდრია, მამა მიქაელ ბოტკოველო. და მეოთხე კიდე მღვდელი არ მახსოვს სახელი. იესო ქრისტე გვიყურებს, რაც მე ვთქვი, ხა მე შეიძლება დეტალები ვერ ვთქვი და შეიძლება რაღაც შემეშალა იქ, მე არც კი ვიცი უკვე თქვენი ჩაწერეთ თუ არ თუ ჩაწერილი გაქვთ, გამიხარდება, გამოიტანეთ და გამოფინეთ. და ერთი, გვიყურებს იესო ქრისტე, პირჯვარს ვიწერ. გადაიწერეთ თქვენ პირჯვარი. მე თუ ტყუილს ვამბობდე, ანდრია როგორ შემოვიდა, რატონით მე საუბრა, ხელით როგორ მომაწვა, თუ ამას ტყუილს ვამბობდე, იესო ქრისტესგან მე ვიყო დასჯილი, ან თქვენ იყო დასჯილი. არქიმანდრიტ ილია თოლორაია საპატრიარქოში მოძღვართან არქიმანდრიტ დოროთე ყურაშვილთან ერთად მივიდა, თუმცა შენობაში ის არ შეუშვეს. საპატრიარქოსთან სიტყვიერ შელაპარაკებასაც ჰქონდა ადგილი, რადგან მამა დოროთე ყურაშვილი შეხვედრაზე შესვლას ითხოვდა, რის უფლებასაც მას დაცვის თანამშრომლები არ აძლევდნენ. მეუფე შიო და მეუფე თეოდორე იბარებენ მამა ილიას. იქიდან პასუხია რომ კომისიამ გადაწყვიტა, ჩემი არ შეშვება, კომისიაზე ეს არ არის დაბარებული და კომისია არაფერ შუაში არ არის საერთოდ. ეს არის ეთყობა დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძეს პოლიტიკა, რადგან ის უკვე მართავს აქ არქიმანდრიტებს და ყველას, მას არ აქვს იმის უფლება რომ მე არ შემიშვან საპატრიარქოში ჩემ სულიერ შვილთან და მე ვეუბნები საჯაროდ ყველას. რაზეც პასუხს მოთხოვენ მამა ილიას, იმ ყველაფერზე ჩემთვის არის პასუხი მოსათხოვნი, თუ პასუხია მოსათხოვნი, იმიტომ რომ მამა ილია, არქიმანდრიტ ილია თოლორაია ამბობს იმას, რასაც ამბობს მისი მოძღვარი. არქიმანდრიტ დოროთე ყურაშვილი, ჩემი ნათქვამი გაიმეორა. მე ვთქვი რომ მეუფე შიო არის რუსეთიდან გამოგზავნილი და რუსეთს ემსახურება. ეს მე ვთქვი. საპატრიარქო დაემსგავსა ქართული ოცნების სამთავრობო ორგანიზაციებს, პარლამენტის შენობას, პრეზიდენტის შენობას, სადაც მოქალაქეებს არავინ არ უშვებს და ეშინიათ საზოგადოებასთან ურთიერთობის. არც ერთი სასულიერო პირი არ გამოდის იმისათვის, რომ გავარკვიოთ მასთან როგორ უნდა შევიდეს და ვინ უნდა შევიდეს. ამ ყველაფერს გააცნობებენ დაცვის მეშვეობით, რომელთაც არანაირი წარმოდგენა არ აქვს იმაზე, თუ როგორ უნდა იქცეოდეს მღვდელი
კონკრეტულ შემთხვევაში. ამიტომ ვითხოვდით იმას, რომ გამოსულიყო სასულიერო პირი და მასთან გაგვერკვია ეს, მაგრამ როგორც ჩანთ, ეშინიათ, იმალებიან და ამოფარებული არიან კედლებს, ისე როგორც ქართული ოცნების ხელისუფლება ამოფარებულია კედლებს და პოლიციას. მამა ილია თოლორაიამდე იყო არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი, რომელიც საპატრიარქო მზნეობის კომისიაზე საჯაროდ გაკეთებული განცხადებების გამო პირველად 16 ოქტომბერს დაიბარა. საპატრიარქოს განმარტებით სასულიერო პირის მხრიდან ბოლო პერიოდში მასმედიის საშუალებებით გაკეთებულ განცხადებებსა და საჯარო გამოსვლებში დისციპლინური, ზნეობრივი და ცილისმწამებლური ხასიათის დარღვევები ვლინდებოდა. არქიმანდრიტი დოროთე მაშინ სხდომას არ დაესწრო, რის გამოც მან მკაცრი გაფრთხილება მიიღო. ამის შემდეგ არქიმანდრიტმა საპატრიარქოს შესთავაზა, რომ სხდომას მხოლოდ იმ შემთხვევაში დაესწრებოდა, თუ იქ მედიის წარმომადგენლები იქნებოდნენ, თუმცა მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. საბოლოოდ არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი ქვემო ბეთლემის მაცხოვრის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვრობიდან გაათავისუფლეს და წმინდა სამების საპატრიარქო ტაძრის მღვდელმსახურად გაამწესეს. გადაწყვეტილებაზე ილია მეორის ხელმოწერა იყო. პატრიარქს ამ შუამდგომლობით ეპარქიულმა კომისიამ მიმართა, რომლის თავმჯდომარე საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი მეუფე შიო მუჯირი იყო.